სამწუხაროდ ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით გვაქვს მავნე პრაქტიკა. სინდისის პატიმრების პროცესები, რომ რამდენიმე სხდომის განმავლობაში იყო დახურული, იყო დაუსაბუთებლად, თუმცა იმ დაუსაბუთებლობის შემთხვევაში და უკანონობის შემთხვევაშიც რაღაც კომენტარი გააკეთა მოსამართლემ. დღესაც მოხდა, კარგი არის უარესებს შემთხვევაში, რომ არ დაიხურა მთლიანად რამდენიმე პროცესიდან, მხოლოდ დღევანდელი დაიხურა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობდა საფუძველი, რომლის გამოდაც შეიძლებოდა პროცესი დახურულიყო. ამასთან დაკავშირებით სასამართლოსაც არ გაუკეთებია რაიმე სახის განმარტება, რატომ დახურა პროცესი და კონკრეტულად რომელმა მოქალაქემ დაარღვია რაიმე წესი. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიუთითა, რომ უმრავლესი პროცესების ამ ფორმით გაგრძელება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ მინიმუმ სინდისის პატიმრები არიან უჭმელი და ამიტომ მათ მინიმუმ საკვები სჭირდება. რაც შეეხება მედიას, ოდესაც პროცესი იხურება, ერთი არის რომ მოქალაქეებისთვის იხურება და მეორე საჯაროობის პრინციპი რამდენად არის ამ დროს უზრუნველყოფილი. მაშინ, როდესაც იხურება პროცესი და ასეთ დროს მედიაც გადის, ამას სჭირდება დასაბუთების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე რიგით შემთხვევაში. დღეს არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომლის გამოდაც მედია სრულად უნდა გასულიყო პროცესიდან და არ გაშუქებულიყო ის მოვლენები, რომლებიც შემდგომ განვითარდა. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოებას უნდა უთხრათ, რომ მიუხედავად ივლისში განსაზღვრული 14 პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს ადამიანური პირობებით და თითქმის ყოველდღიურად არის პროცესი განსაზღვრული, მოსამართლემ კიდევ 2 პროცესი ივნისის თვეში დაგვიმატა, ისე რომ ადვოკატებთან არ ყოფილა შეთანხმება, ვინაიდან რამდენიმე ადვოკატმა პროცესზე პროტესტი გამოთქვა, რომ მათ არ აქვს შესაძლებლობა რომ ამ დღეებში დაესწრონ, რადგან ნაწილი არ არის ქვეყანაში, ნაწილი კი აცხადებს, რომ მათ აქვს სხვა პროცესები. პირადად ჩემი მოსაზრებით და ჩემი ძლებით ვთქვა, რომ არაერთი პროცესი მაქვს, ასევე დანიშნული გარდა ივლისისთვისა, ასევე ივნისში, რომელიც ემთხვევა ამ პროცესებს, თუმცა მოსამართლე ამბობს, რომ ასეთ დროს სახაზინო ადვოკატით უზრუნველყოფს სინდისის პატიმრების დაცვას. რამდენად 13 ტომის გაცნობა სინდისის პატიმრების საქმეზე შეძლებს სახაზინო ადვოკატი 1 ან 2 დღის განმავლობაში, ეს უკვე საზოგადოებამ და სასამართლომ შეაფასოს, ჩვენ ამას შევაფასებთ ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოში. მოსამართლე ხშირად ახსენებს და თქვენც გაიგებთ, რომ სწრაფი მართლმსაჯულება არის მთავარი, თუმცა ჩვენთვის სწრაფი მართლმსაჯულება არ არის უპირველესი, ჩვენთვის არის სამართლიანი მართლმსაჯულება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, რომ 9 თვის განმავლობაში თუ ვერ დადგება განაჩენი, ეს იქნება გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი და აუცილებლად უნდა იყოს გამამართლებელი. ასეთ შემთხვევაში სინდისის პატიმრები დატოვებენ საპატიმროს, ისინი არ იქნებიან პატიმრობაში და საქმე მაინც გაგრძელდება. ანუ მოსამართლე არ არის შეზღუდული შინაარსობრივად 9 თვით. მან 9 თვეში აუცილებლად არ უნდა დააყენოს განაჩენი. თუ შეატყობს, რომ პროცესი ისე ვერ მიდის, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები არ არის გამოკვეთილი, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ სინდისის პატიმრები დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, რაც როგორც ჩანს არ სურს არც პროკურატურას, არ სურს არც სასამართლოს და ცდილობენ 9 თვის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი პროცესი მოასწრონ, რაც შეიძლება მეტი არარელევანტური მოწმე იქნეს მოყვანილი პროკურატურის მხრიდან და მათი თითქოს არგუმენტები გამოკვლეული სასამართლოში.